დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ვისკიზე. შოტლანდიაში რეგულაციით წერია oak casks only. ამერიკაში რაც ძალიან მთავარია, ეს უპირველეს ყოვლისა, რომ არ არის მინიმალური კრიტერიუმი დაძველების. ბურბონისთვის მთავარია, რომ კასრი იყოს ახალი. არასწორი თარგმანი არის, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ single malt არის ერთალაოიანი ვისკი. დამოუკიდებელი ბოთლერი კი ეძებს ერთ კასრს, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო. მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ თეიმურაზ ვაშაყმაძე, თქვენ უყურებთ კამადის არხს და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ვისკიზე. როგორც ხედავთ, მე მაგიდაზე მიდევს რამოდენიმე ბოთლი, მაგრამ ჩვენ მარტო ვისკიზე კი არ ვილაპარაკებთ, ჩვენ უფრო მოდით გავერკვიოთ ტერმინოლოგიაში. ახან ძალიან ბევრი უშვებს შეცდომას, როცა ლაპარაკობს ვისკიზე და არ ერკვევა ტერმინოლოგიაში. უპირველეს ყოვლისა, მოდით გავხედოთ რა რეგულაცია გვაქვს ჩვენ საქართველოში და რა არის ვისკი საქართველოში. ესე იგი, რა არის ვისკი საქართველოში? ამას ჩვენ ძალიან ნათელად გვეუბნება 554 დადგენილება, სადაც წერია, რომ ვისკი არის სპირტიანი სასმელი, რომელიც არის მიღებული მარცვლოვნების დისტილაციით, და რომელიც არის დაძველებული მინიმუმ 3 წლით. რაც მთავარია, დოკუმენტში არ წერია, რომ დაძველება უნდა ხდებოდეს მუხის კასრებში. პროსტა წერია, რომ უნდა იყოს ხის კასრები. ეს ერთი. ასევე არის ასეთი კრიტერიუმი, რომელიც ამბობს, რომ დისტილატის კასრი უნდა იყოს არა უმეტეს 700 ლიტრიანი. ესე იგი, 10 litrიან კასრში თეორიულად შეიძლება ვისკი გამოვიდეს, თუ თქვენ დააძველებთ მაგას 3 წლით, და თუ თქვენ გაქვთ 800 litrიანი კასრი და მანც დააძველებთ 3 წლით მარცვლოვნების დისტილატი, მაშინ ვისკს ვერ უწოდებთ. ასევე მინიმალური სპირტშემცველობა უნდა ქონდეს 40% და კიდევ ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელიც წერია დადგენილებაში, რომ გამოხდის დროს მაქსიმალური გრადუსი უნდა ქონდეს დისტილატს 94 და 8. რატომ? იმიტომ რომ დისტილატს უნდა ახასიათებდეს ნედლეულის არომატი და გემო. ეხლა კი მოდით გადავიდეთ და ვნახოთ რა სიტუაცია ჩვენ გვაქვს ევროპაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში, ამერიკაში და ასე შემდეგ. დავიწყოთ შოტლანდიით. შოტლანდიაში ჩვენ რას ვხედავთ? მინიმუმ დაძველება უნდა მოხდეს დისტილატის 3 წლით, იგივე არის რაც საქართველოში. მაქსიმალური გრადუსი დისტილაციის დროს უნდა იყოს 94 და 8. იგივე არის საქართველოში. მინიმალური გრადუსი ბოთლში უნდა იყოს 40%, იგივეა საქართველოში, მაგრამ რაც მთავარია, შოტლანდიაში რეგულაციით წერია oak casks only. ეს ნიშნავს, რომ კასრი უნდა იყოს მუხის. ეხლა ვნახოთ რა ხდება ირლანდიაში. ირლანდიურ სტანდარტებში გვაქვს მინიმუმ დაძველება 3 წელი, მაქსიმალური დისტილაცია იგივე, მინიმალური ბოთლში გრადუსი იგივე, მაგრამ კასრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ხე. მოდით ახლა გადავხედოთ რა კრიტერიუმები არის ევროკავშირში. ევროკავშირში არის იგივე კრიტერიუმები, რაც ირლანდიაში. ეს არის მინიმუმ 3 წელი, მაქსიმალური გრადუსი დისტილაციის დროს 94 და 8, როგორც ირლანდიაში და შოტლანდიაში, მინიმალური გრადუსი ბოთლში 40% და რაც შეეხება კასრებს, აქ ასევე არ წერია, რომ უნდა იყოს მარტო მუხის კასრი. გამოდის, რომ შოტლანდიური სტანდარტები არის უფრო მკაცრი, რაც შეეხება კასრის მასალას. რა თქმა უნდა, საქართველოს სტანდარტები, საქართველოს კრიტერიუმები არის გადმოწერილი ევროკავშირის კრიტერიუმებიდან. ეხლა კი მოდით გადავიდეთ და ვნახოთ რა კრიტერიუმები არის ამერიკაში. ამერიკაში რაც ძალიან მთავარია, ეს უპირველეს ყოვლისა, რომ არ არის მინიმალური კრიტერიუმი დაძველების. ეხლა აგიხსნით. ამერიკაში წერია ასეთი რამ, რომ დისტილატს უნდა ქონდეს oak touch. ესე იგი, დისტილატი თუ შეეხება მუხის კასრს, даже 1 წუთით ჩვენ შეგვიძლია მაგ სასმელს, მაგ სპირტიან სასმელს ვუწოდოთ ვისკი. სხვა რა კრიტერიუმები აქვთ? ამერიკელებს აქვთ, როგორც თქვენ იცით, ბურბონები აქვთ და ვისკები აქვთ. რა არის ბურბონი? ბურბონი არის იგივე ვისკი, ოღონდ 51% უნდა იყოს შემადგენლობაში სიმინდი.
და კიდევ ასეთი კრიტერიუმი აქვს ბურბონს, რომ მაქსიმალური გრადუსი გამოხდის დროს უნდა იყოს 80% და არა 94 და 8, როგორც შოტლანდიაში, ირლანდიაში, ევროკავშირში და საქართველოში. რაც შეეხება მინიმალურ გრადუსს, მინიმალური გრადუსი ბოთლში, რომ ვისკი ვუწოდოთ, უпростоრად ბურბონი ვუწოდოთ, უნდა იყოს 40%. ეხლა რაც შეეხება კასრებს. ბურბონისთვის მთავარია, რომ კასრი იყოს ახალი. ასეთი კრიტერიუმი არ არსებობს ევროპაში, არ არსებობს შოტლანდიაში, ირლანდიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, მაგრამ აი ბურბონისთვის ხაზგასმით წერია, რომ უნდა იყოს new chart oak only. ეს რას ნიშნავს? ეს უნდა იყოს ახალი მუხის კასრი და გამომწვარი, რაც თავარია, გამომწვარიც უნდა იყოს. ასევე ძალიან საინტერესო ის არის, რომ მეორეჯერ ბურბონის დამზადებისთვის არ შეიძლება რომ გამოიყენოთ იგივე კასრი. ამიტომ არის ვისკიში, რომ თქვენ უფრო დაინახავთ ex-bourbon whiskies. იმიტომ რომ ეს კასრები უკვე ამერიკაში აღარ გამოიყენება ბურბონის დასამზადებლად. ამიტომ ყიდულობენ სხვა ვისკის მწარმოებლები. მაგრამ ამერიკაში ასევე არსებობს ასეთი ტერმინი, როგორც კი არის straight bourbon whiskey. აი ეს ბურბონი, ეს არის კენტუკის straight bourbon whiskey. აი აგერაც წერია Kentucky straight bourbon whiskey. რას ნიშნავს straight bourbon whiskey? Straight bourbon whiskey ნიშნავს, რომ მინიმუმ დაძველებული არის 2 წელი. ასევე ამერიკაში არსებობს სხვა ბურბონის ტერმინი, ეს არის bottle in bond. Bottle in bond ნიშნავს, რომ დაძველება არის მინიმუმ 4 წელი. და ასევე მთავარი კრიტერიუმი bottle in bond-ისთვის არის, რომ ბოთლში, როცა ჩამოასხამენ, მინიმალური გრადუსი უნდა იყოს 50%. ეხლა კი მოდით გადავიდეთ ამერიკულ ვისკიზე. ბურბონებზე უკვე ჩამოვყალიბდით. აი აგერ მე მიდევს rye whiskey, ჭვავის ვისკი. ესე იგი, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ გვაქვს მარცვლოვნების დისტილატი, შეიძლება ეს იყოს ჭვავის, ქერის, სიმინდის, შეიძლება იყოს მარტო ქერი, როგორც აი შოტლანდიური single malt-ი, ამაზეც ვილაპარაკებთ. ამიტომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ამერიკულ ვისკიზე, აი სადაც აწერია просто ვისკი და არა ბურბონი, მან ჩვენ გვაქვს ასეთი კრიტერიუმები. პირველი, რაც შეეხება დაძველებას. დაძველება მან ასევე არ არსებობს, მან არის ტერმინი straight, თუ აწერია straight, ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ არის 2 წლის, თუ აწერია ბოთლს ვისკი, American whiskey და არ არის მითითებული straight, ან არ აწერია ეტიკეტზე რამდენი წლით არის დაძველებული, აი როგორც ხედავთ, აი ამას აწერია 10 წლით, თუ არ აწერია ამდენი წლით არის დაძველებული და არ აწერია straight, ესე იგი შეიძლება იყოს даже 1 დღით დაძველებული, როგორც თქვენ გითხარით, touched oak cask. ესე იგი, ქონდა შეხება მუხის კასრთან даже 1 წუთის განმავლობაში. რაც შეეხება კასრებს, ბურბონებზე ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ახალი მუხის კასრი და გამომწვარი. იგივე კრიტერიუმები უნდა იყოს ჭვავისთვის, ხორბლისთვის და ქერისთვის. და რაც შეეხება სიმინდის ვისკს და არა ბურბონს, არსებობს ასევე სიმინდის ვისკი. აი სიმინდის ვისკისთვის აქ წერია, რომ შეიძლება იყოს გამოყენებული მეორადი კასრი. ასევე ამერიკაში არის სხვადასხვა რეგულაციები მაქსიმალური დისტილაციისთვის, თქვათ თუ ეს არის rye whiskey, rye whiskey-ისთვის, ესე იგი ჭვავის ვისკისთვის, ჭვავის ვისკი რას ნიშნავს? 51% უნდა იყოს მინიმუმ ჭვავი. დანარჩენი შეიძლება იყოს ქერი, შეიძლება იყოს ხორბალი, შეიძლება იყოს სიმინდი, მაგრამ 51% არის ჭვავი. ასევე არის wheat whiskey, ხორბლის ვისკი და არის ქერის ვისკი, ხო? მან იგივე არის, რაც ბურბონებისთვის მაქსიმუმ უნდა იყოს 80 გრადუსი გამოხდის დროს, ეს არის მაქსიმუმ გრადუსიანობა და რაც შეეხება სიმინდის ვისკს, მან შეიძლება გამოხდის დროს იყოს მაქსიმუმი 95%. ეხლა კი გადავიდეთ რა სტანდარტები არის ტაივანში და ინდოეთში. რაზე მინდა ასევე ინდოეთს ვილაპარაკო, იმიტომ რომ აი ამ ბოლო დროს
ძალიან საინტერესო და გემრიელი ვისკები წამოვიდა ინდოეთიდან და მოდით ალბათ დავიწყოთ ინდოეთიდან. ინდოეთში მინიმალური დაძველება უნდა იყოს 1 წელი. რაც შეეხება მაქსიმალურ გრადუსის გამოხდის დროს, მან რეგულაციებში არ აქვს ასეთი ლიმიტი, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგენი ალბათ არ ხთიან ძალიან მაღალ გრადუსზე, რომ შეინარჩუნონ გემო და არომატი. რაც შეეხება კი კასრებს, კასრები შეიძლება იყოს ხის კასრები, არის მითითებული ხის კასრები, არ არის მითითებული, რომ უნდა იყოს მარტო გამოყენებული მუხის კასრები. მოდით ახლა გადავიდეთ რა ხდება ტაივანში. რა თქმა უნდა, როცა ვამბობ ტაივანს, ეს ჩვენ უნდა გავიხსენოთ ვისკი კავალანი, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და აი ძალიან მოთხოვნადი ვისკი ბოლო ალბათ 5 წლის განმავლობაში. ხო და ტაივანში რა კრიტერიუმები გვაქვს? მინიმუმ დაძველება უნდა იყოს 2 წლის, უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ მუხის კასრი. ეხლა კი გადავიდეთ სხვა ძალიან საინტერესო ტერმინებზე. ესე იგი, რაც შეეხება ბურბონს, ბურბონი ეს არის იგივე ვისკი, ოღონდ თუ აწერია ბურბონი, ბურბონი ეს ნიშნავს, რომ ეს არის ამერიკაში დამზადებული და მინიმუმ 51% არის სიმინდი. თუ თქვენ ხედავთ სხვა ამერიკულ ვისკს, აქ აი თქვა შეიძლება ეწეროს rye ნიშნავს ჭვავის ვისკი, შეიძლება იყოს single malt, ეხლა გადავალ single malt-ზე, ეს ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება. აუხსნათ რას ნიშნავს single malt. არასწორი თარგმანი არის, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ single malt არის ერთალაოიანი ვისკი. ეს არის არასწორი თარგმანი. Single ნიშნავს, რომ დისტილაცია მოხდა ერთ ქარხანაში. Malt ნიშნავს, რომ აქ არის გამოყენებული 100% ქერის ალაო. გაიგეთ? ესე იგი single malt ეს ერთალაოიანი ვისკი კი არ არის. ეს არის ვისკი დამზადებული აი გლენდრონახის დისტილერიაში და დისტილატი მიიღეს 100%-ის ქერის ალაოსგან. აი რას ნიშნავს single malt. რას ნიშნავს, თქვათ, blended malt whisky. Blended malt whisky ნიშნავს, რომ ეს არის კუპაჟი რამოდენიმე single malt-ებისგან. ეხლა კი რას ნიშნავს, როცა ჩვენ ვხედავთ წარწერას blended whisky. Blended whisky ნიშნავს კუპაჟს, მაგრამ blended whisky თუ აწერია, თუ არ აწერია blended malt whisky, ხო? თუ მარტო აწერია blended whisky. აქ შეიძლება იყოს როგორც single malt-ები, ასევე მარცვლოვნების whisky. მარცვლოვნების whisky ეს არის grain whisky. და ბოლო ტერმინი, რაც მე მინდა დღეს განვიხილო, ეს არის IB. რას ნიშნავს IB ვისკებში? IB ნიშნავს independent bottler, ან დამოუკიდებელი ბოთლერი. რას ნიშნავს დამოუკიდებელი ბოთლერი? არსებობს ასეთი კომპანიები, აი ვთქვათ Signatory Vintage, რომლებიც ეძებენ საინტერესო კასრებს, დადიან დისტილერიებში, აი ვთქვათ ეს არის ჩამოსხმული ქალილადან, არის დისტილერია ქალილა, რომელიც აწარმოებს ვისკის, თქვენ ალბათ გინახიათ თვითონ ქალილას ვისკი, მაგრამ ყველა დისტილერია არის ისეთი დისტილერიები, რა თქმა უნდა, რომლებიც არ ყიდიან თავის სპირტს, ეს ძალიან პატარა ან ისეთი დისტილერიები, ან რომლებიც არ აწერინებენ დამოუკიდებელ ბოთლერებს საედან იყიდეს მან სპირტები, მაგრამ ზოგიერთი დისტილერია აძლევს უფლებას, რომ დააწეროს საედან არის სპირტი. ხო და რას აკეთებს დამოუკიდებელი ბოთლერი? დამოუკიდებელი ბოთლერი დაეძებს საინტერესო კასრებს, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში, აი ვთქვათ, რო ავიღოთ ეს გლენდრონახი, ეს არის, რა თქმა უნდა, კუპაჟი რამოდენიმე კასრების single malt-ის, ხო? და დამოუკიდებელი ბოთლერი კი ეძებს ერთ კასრს, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო, ჩამოასხამს კასრის სიძლიერით, ან
ახლოს კასრის სიძლიერესთან, ეს თქვათ არის 57.1 უკვე გრადუსი და უფრო საინტერესო, უფრო დახვეწილი, უფრო გემრიელი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ბოთლერისგან ვისკი. დამოუკიდებელი ბოთლერმა, რა თქმა უნდა, შეიძლება ასევე გააკეთოს კუპაჟი, მაგრამ კუპას როცა აკეთებს დამოუკიდებელი ბოთლერი, მან უკვე თავისი ასევე მიდგომით აკეთებს, იმიტომ რომ დამოუკიდებელ ბოთლერს აქვს სულ ბეჩებად, ანუ პატარა პარტიებით უშვებენ სხვადასხვა ვისკის და ბოთლების სახეობას. მეგობრებო, იმედია ეს ინფორმაცია იყო საინტერესო თქვენთვის და თქვენ დღეს ბევრი რამე ახალი გაიგეთ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ეს არხი, მომავალში იქნება უფრო ძალიან საინტერესო კონტენტი. დროებით.